მაგრამ ჩვენ მიმებით ვერთობით და ვფიქრობთ, რომ პოლიტიკა არ გვეხება, პარალელურად რუსეთმა ქართველი სკოლის მოსწავლეები წაიყვანა რუსეთში და ბელარუსში და ეგრეთ წოდებული მეხსიერების მატარებლით გაასეირნა. ეს ჩვენი ქართველი სკოლის მოსწავლეები ბელარუს და რუს თანატოლებთან ერთად რუსეთის 13 ქალაქში მოატარეს. სამამულო ომის შესახებ ასწავლეს თავისებურად ეს ისტორიები. მე კიდე რაღაცა ხალხის ერთიანობის სიმბოლოები გადასცეს თურმე. ეს კოსაჩოვი თუ კუსაჩოვი თუ ვინც არის გამოდის და ამბობს რომ ეს ბავშვები ვარისო ჩვენი კეთილი ნების ელჩებიო, მაშინ როცა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, თურმე კეთილი ნების ელჩები უნდა იყვნენ ქართველი ბავშვები რა. გული მიკვდება რა ესეთ რაღაცებს რო ვისმენ, ასე მუშაობს რბილი ძალა, აი ჩვენ რო ეხლა არაფერს ვაკეთებთ პარალელურად, ესენი აკეთებენ ესეთ საქმეებს რა, რაც ჩვენ ვიცით, რა ჩვენ არ ვიცით, კიდე რამდენი რაღაცა მილიონობით ფული აქვს ჩადებული ამაში და მიმდინარეობს გარუსების პოლიტიკა რა.